Так, ვიღებთ თოხს, ვიღებთ ჩვენს სტეფილს, ჩვენს კარტოფილს და ხორბლის თესლს და მივდივართ ჩვენს ფერმეობის სამუშაოზე. მეგობრებო, მაგისა თქვა და მარსაბა და არ ხეგებთ შორასამი და დღეს მეგობრებო მე მაქვს ძალიან მაგარი ხასიათი, რასაკვირველია. იმის მიუხედავად რომ ჩვენთან სოფელში სიმართლე გითხრათ მეგობრებო მე წვიმა მიყვარს, მაგიტომ პრინციპში ისეთი შეწვიმაც არ არის. Так, პრინციპში მეგობრებო დღეს მე არ მაქვს ისეთი დიდი სამუშაო, მაგიტომ მე ახლა დღეს გავაკეთებ აი ამ ფერმებს. Так. ანუ მე დღეს გავაკეთებ ამ ფერმას და მე იმ ფერმას. იმ ფერმას როგორც მე უკვე მივხვდი, შეხედეთ მეგობრებო, იქაც უკვე გაიზარდა. ჩემი თესლები. Так. და всё მეგობრებო, პრინციპში ეს ფერმა უკვე გაკეთებული ვართ. Так, და წავიდეთ ახლა ჩვენს ფერმაზე. Стоп, და ეს Ах, თქვენ ჟიწილნიკებო. Ах, თქვენ ნაცი. Ё-моё, გაგიჟავო მეგობრებო. შეხედეთ ჟიწილნიკებმა რა უქნეს ჩემს ფერმებს. არაფერი არ დატოვეს ამ გაგიჟება, არა, მეგობრებო, როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, სხვისი სამუშაოსი და სხვისი საქმესი მეგობრებო, აი სხვისი მუშაობის, აი ასე უპატივცემულობა არ გამიგია საერთოდ მეგობრებო, აი ვერც კი ვიგებ. რის გამო? და მეგობრებო, თვითონ ეს ჟიწელიკები თქვენიათ ახლა არ ჭამენ ჩემ მიერ გაზრდილ ამ თესლებსა და ამ კარტოფილებს. ჭამენ კი არა კაცო, ორლოყაში იდებენ და ასე ჭამენ კაცო. ჭამენ კი არა დიდ ბოდიშკეთით, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა. მოკლედ და არა, როგორც ჭამა და როგორც ესე ლოყებში გატენვა თესლები დამინთორდა და გოგი მაშინ აქ ხორბლის მაგივრად იყოს კარტოფილი და აი როგორც ჭამა და ლოყებში გაბერვა აი ამ კარტოფილისა და სტაფილოს ისინი პირველნი არიან და რომ ჩემთვის ნორმალური პირობები რო შექმნან რომ ეს კარტოფილი და სტაფილო რომ გავზარდო არა საბა შენ თვითონ არა ჩემთვის მეგობრებო რასაკვირველია ძნელი არ არის რომ გავაკეთო ეს ფერმები უბრალოდ აი გული ანუ მწყინს რომ ასე იქცევიან ჩემი სოფლის ჟიწილნიკები რა Так. ასე და ასე. მეგობრებო, პრინციპში ეს რა არის? Стоп. ვერ ვიგებ. კარი? რაღაც მეგობრებო არ მახსოვსო ჩემს ფერმებთან იყოს ჯერ ეს ამდენი ბალახი. მეორეც ერთი რაღაც კარი. რა, საწყობი? და რისი საწყობი? Так, მეგობრებო, ერთ წუთს რაღაც ვერ ხვდები. და არა, აქ ეს რა არისო. თუ მეგობრებო, ჟიწილნიკები აშლებდნენ მე 100%-იანი ვიქნებოდი კურსში, ასე ვთქვათ. და მეგობრებო, მე თუ არ დავთანხმდი, ჟიწილნიკები ვერაფერს ვერ გააკეთებენ ჩემ ფერმებთან. იმიტომ ჩემი ფერმები ჩემი ფერმებია. Так, მეგობრებო, აი ეს რაღაც არ მომწონს. თან კინის კარი. ისევ რაღაც თავგადასავალი მოვიდა ჩვენს სოფელში. და ისევ რაღაც თავგადასავალი იქნება რაღაც ცუდი და რაღაც ასე ვთქვათ უბედური. რა ვქნა მეგობრებო, ახლა გავაღო ეს კარი? თუ მერთან მივიდე. კაი მეგობრებო, მოეთაბა, ჩემი ინტერესი მაინც ძალიან დიდი ინტერესი მაქვს აქ. მეგობრებო, შეიძლება ისე ამ კარსო გავაღებ იმ დებილს ვნახავ, ვინც გამიფუჭა ეს ფერმები. ისე მართლა, ხო? Так, მოით მეგობრებო, აბა გავხსნათ, так. აი ეს თოხი ავიღოთ და თუ რამეა გავხსნათ. მოით მეგობრებო და так. Так, ფეჩები ვერსაკები. რა? ქსელები? ეს სახლი რა 10 წელია აქ დგას? და რა სახლი საერთოდ, რა სახლი? მოიცადეთ და ობობის ქსელს აქ რა უნდა? ობობის ქსელი რო გაჩნდეს, როგორც მიონ 3 თვე არ უნდა, არაფერი არ უნდა მიალაგოს 3 თვე, ან 10 წელი უნდა იდგეს ეს სახლი.
და არა 10 წელი ვერ იქნებოდა ეს სოფელი მეგობრებო სულ 4 წლისაა რაღაც მეგობრებო არ მომწონს ესა ძალიან არ მომწონს და კიდე რაღაც ოთახი მეგობრებო წარმოიდგინეთ და დიო მეგობრებო აქაც უქსელებშია იომაიო საწოლი ეს აი მეგობრებო ახლა გავიგე ვინ აიღო თესლები და გაგიჟება так стоп გამოის ვინც აქ ცხოვრობს გამოდის ნუ საწოლისა და ფეჩებით მე მივხვდი რომ ვიღაცა აქ ცხოვრობს ის იღებს ჩემი ფერმებიდან დაუკითხავად აი ასე ამოდის უბრალოდ და რა საბუთები აქვს ასეთი რომ ჩემი ფერმებიდან აიღოს მეგობრებო რაღაც მართლა არ მომწონს так окей რა ვქნა ახლა მეგობრებო ორი იდეა მაქვს ან წავიდე ესა და ეს დავივიწყო როგორც საშინელი სიზმარი მაგრამ ეს მინუსი იქნება რადგან მაინც ის ჟიწელნიკი თუ ვინც არის ვინც ცხოვრობს აქ საერთოდ მოვა ისევ და ისევ განაგრძობს ჩემი ფერმებიდან სტაფილოსა და კარტოფილის მოყარვას მეორე იდეა უფრო ადეკვატური და უფრო ნორმალურია აქ ახლა დავჭდე საწოლზე ან აი აქ უფრო კარგია ხო მეგობრებო კუთხეში დაველოდო სანამ ვინმე მოვა და ვინც მოვა ავუხსნა თუ ვერ გაიგებს სიტყვერად თოხი მაქვს ავუხსნი რომ მოკეთ აქედან ასე თქვა გაეთრიოს და ჩემს ფერმებიდან აღარაფერი აღარ აიღოს მგონი მეგობრებო ეს არის ყველაზე კარგი იდეა მაგრამ სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი რამდენი ხანით წავიდა მაგრამ ასე მაინც ვერ დავტოვებ მოით მეგობრებო ახლა მაგიტომ დავდგეთ ფუ ეს ჭყიანი ონკანი ასე დავდგეთ მეგობრებო და დავეოდოთ სანამ კარის ხმას გავიგებ მეგობრებო მოგეთ ჩორთე კამერა აღარ შემიძლია უკვე მგონი უკვე დაღამდა და მოგეთ აღარავინ აღარ მეგობრებო რკინის ხმა მომესმერდეთ მეგობრებო так ერთად ჟიძენიკო так стоп ეს შენი სახლია ანუ მითხარი ახლა დროზე მოკლედ ეს შენი სახლია ხმა 100%-იანი რადგან შენ შემოხვედი ჯერ ეს ერთიც ამიხსენი ჯერ ესეც რატო იპარავ ჩემი ფერმებიდან როგორც მე მივხვდი ეს შენი იპარავ 100%-იანი ჩემი ფერმებიდან კარტოფილსა და სტაფილოს და მეორეც ერთი რატო აზიანებ ჩემს ფერმებს და მესეც ერთი რატო აიშენე ეს სარდაფი ვერ ვიგებ საბაშენა კრაგი და კაი აღარა ის უკვე ეს აზრი აღარ აქვს რომ რაღაცეები დაგიწყობებით ეს მე არ ავაშენე კაი მოგიყვები მოკეთ რა საბა დიდ ბოდიშკეთი ასე ყოველია რომ მე გიპარავდი ჩემს შენ ფერმები და ბოსტნეოს უბრალოდ მე მომიწია სხვა გზა არ მქონდა და ჟიძენიკო აი უბრალოდ ამიხსენი ჯერ ეს ანუ შენ იმის გარდა შენ იღებდი სტაფილოსა და კარტოფილს ჩემი ფერმებიდან შენ აგრეთვე აზიანებდი ჩემს ფერმებს ხო იცი რომ მაგ ფერმებიდან ჭამდა მთლიანი სოფელი და სოფელში არის 13 ჟიძენიკი და ყველას სჭირდება ჭამა და სმა და შენ ამის საშუალებას არ აძლევდი ანუ შენ ამის საშუალებას უზღუდავდი ასე თქვა ჟიძენიკებს შენი ასეთი ქცევით კი საბა უბრალოდ შეთხოვით რომ გავიარე შეთხოვით შენი ფერმები დავაზიანე უბრალოდ ჩემი სახლი წამართვეს იმის გამო რომ 2 თვე რაც არ ვიხდიდი ჩემი სახლის ფულს იმის გამო რომ გამომაგდეს სამსახურიდან და საერთოდ აღარ მაქვს სამსახური საჭმლის პრობლემაც კი მაქვს ძალიან მაგიტომ მომიწია შენი ფერმებიდან აღება საჭმლის ჟიძენიკო და მაშინ აი ერთი რამ ამიხსენი უბრალოდ აი ერთი რამ ამიხსენი რატო არ მოხვედი ჩემთან მერთან და საერთოდ ჟიძენიკებთან რატო არ მოხვედი ხო იცი ჩვენთან ძალიან გულთბილი და კეთილი ჟიძენიკები არიან შენ შეგეძლო შენ შეგეძლო მერთან მისულიყავი აგიხსნა პრობლემა იმისა რომ შენ წაგართვეს სახლი იმის გამო შენ 2 თვე არ იხდიდი და რამეს მოგიხერხებდა მერი ჩვენთან ხო იცი აკეთილია მოგიძებნი და ახალ სამსახურს მოგცემდა პირველად ფულს მეც ჟიძენიკო გაიგე მეც შემეძლო მეც შემიძლია პირველადი ფულის შენთვის მოცემა შემეძლო შენთვის არ ვიცი მომეცა
საჭმელი, სასმელი, ყველაფერი. ამაშენებიდან რომ მოისახლი. მაგრამ ის რასაც შენ აკეთებდი ეს ძალიან ცუდი ქცევა, ხო? გესმის? და შენო პრობლემები გაქვს, ხომ? ეს თლიანი სოფლის პრობლემა შეიძლება იყოს, ხო იცი ჟიტენიკო? საბა, მეც ეს ძალიან და დიდ ბოჯის გიხდი. მაგრამ რა ვქნა? Так, მოდი ახლა იცი როგორ მოვიქცე? დასაკვირველია მე ჯერ ესეც არ ვიცოდი რომ ასეთი პრობლემა გქონდა, მაგრამ ძალიან გთხოვ, შემდეგში გაითვალისწინე, რომ ჩემი ფერმედიდან, საერთოდ ყველა ფერმებიდან, ანუ საერთოდ ხო იცი რომ მოპარვა ძალიან ცუდია. მოპარვა ეს არის იგივე სიბოროტე და სიბოროტე სულ ძალიან ცუდია, ხო იცი? ხო ხდები, მგონი შენ თვითონაც ხდები. მოკლედ, რა მინდა გითხრა ჟენიკო? ახლა მე მოგიტან ნორმალურ საჭმლებს, ნორმალური აი ამ ფეჩებს, ვერსტაკებს, ნორმალურ საწოლს, გაგირემონტებ აქ ყველაფერს, მიწის მაგიოდ დაგიდებ აქ კობლსტონს მაინც. Так, და შენ კიდე დამპირდი, რომ ხვალვე მოკლედ იცი როგორ მოვიქცეთ? ხვალ შენ მე მოგცემ პატარა სამუშაოს რა. პირველად სამუშაოს მოგცემ მე შენ და ერთ ფერმას გამიკეთებ რა, ანუ ერთ ფერმას გაკეთებ და მოგცემ მოდი 10 სუმრუც მოგცემ. მე მოვუყვები მერს ყველაფერს, შენც მიხვალ მერთან, სთხოვ სამსახურს, სთხოვ რომ სახლი დაგიბრუნონ. და მასზე შენ იქნები ნორმალური, ასე ვთქვათ, ჩვენი სოფლის წევრი. კაი, საბა, დიდ მადლობას გიხდი და ბოდიში ვიდა მოგიხადო კიდე ერთხელ. კაი, ჟიტენიკო, არ უშავს, თავარია რომ შენ სიბოროტის გამო ამას არ აკეთებდი. აი მეგობრებო, როგორ გამოვიდა. მე ჯერ მეგონა რასაკვირველია მეგობრებო რომ ვინც დამინგრია ეს ფერმები ის იყო ცუდი ადამიანი, მაგრამ ყოფილა რომ ეს არის ერთი საწყლი ჟიტენიკი, რომელიც საერთოდ არ არის ბოროტი. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ რომ თუ ვიღაცა მოდესმე რამე ცუდი გაგიკეთათ, ნუ რამე ისეთი რა, ცუდი ან რამე მოგიპარათ რაღაც პატარა ნივთი, თქვენ დასაკვირველია შეიძლება იცოდეთ, კი, მაგ ადამიანმა ძალიან ცუდად მოიქცა, მაგრამ თქვენ შეიძლება არ იცოდეთ მისი მოტივები თუ რისთვის გააკეთა. დასაკვირველია ვინც პარავს ეს ძალიან ცუდი ადამიანია, მაგრამ იმასაც აქვს აზრი მეგობრებო, აქვს აზრი თუ რისთვის გააკეთა მეგობრებო, რისთვის მოიპარა. მოკლედ მეგობრებო, რაც თავარია, სიკეთე მეგობრებო, სულ ამარჯვებს ასე ვთქვათ სიბოროტეს, ეს მეგობრებო სულ არის. თავარია მეგობრებო, აკეთოთ ამ სოფლიოში სიკეთე და ეს სიკეთე თქვენ დაგიბრუნდებათ უკან. კაი მეგობრებო, მე კი მეგობრებო ამით დაგიმშვიდობებით. მე ახლა წავალ ამ საწყალში ჟიტენიკს დავიხმარები ყველაფრით. თქვენ კი მადლობა დიდი ვინც უყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეცეს ვიდეო და ლაიქეთ. მე კი ახლა წავედი, ნახვამდის.